ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ უნგრეთის სცენარი საქართველოშიც უნდა განმეორდეს. საუბარია უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა. ისინი თანხმდებიან, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით უნდა მოხდეს, ამისთვის კი ამ მომრჩეველთან უფრო მეტი კომუნიკაცია საჭირო. მართულ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოში ოპოზიციას არაფერი გამოვა, რადგან ისინი ქართული ხალხის ნებას ეწინააღმდეგებიან და ასრულებენ მხოლოდ გარე ძალების დაკვეთას. Სწავლა ყველასგან შეიძლება და ამის საწინააღმდეგო რა თქმა უნდა არაფერი გვაქვს, მაგრამ ყველას უნდა გაგვაჩნდეს საკუთარი სტრატეგია, როგორ ვაპირებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს. ჩვენი სტრატეგია გვაქვს, ჩვენი საქმე გვაქვს, ჩვენი გზა გვაქვს, ეს გადის ჩვენი მოქალაქეების სოციალური პრობლემების გადაჭრაზე, გადის საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნებაზე, გადის მინიმალურ ხელფასზე, პენსიების დაზე და ასე შემდეგ სხვა უამრავი პრობლემების მოგვარებაზე და იმ ბრძოლაზე, რაც ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად ოცნებასთან, მათ შორის საქართველოს პარლამენტში. ჩვენს ოპონენტებს არათუ სინდისი და ნამუსი არ აქვთ. ასევე არ აქვთ ჭკუაც და არ აქვთ არანაირი, ასე ვთქვათ, აღქმა რეალობის. შესაბამისად, როდესაც შენ პარლამენტში მოიპოვებ 61 მანდატს და ამის შემდეგ უარს იტყვი პარლამენტში მუშაობაზე და გინდა რომ ქვეყანა ასე ვთქვათ რევოლუციური ძალადობრივი რევოლუციით ამოაყირაო, რა თქმა უნდა ეს იმის მაჩვენებელია, რომ იქ არის როგორც ასე ვთქვათ ზნეობრივი პრობლემა, ასევე არის ინტელექტუალური პრობლემა. ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაიგო, რომ საქართველოს მოსახლეობას პირველი არ სურს მათი ნახვა ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგად ნანახი აქვს მათი ქმედებები საქართველოს მმართველობის დროს, ხოლო მეორეს მხრივ, რაც არ უნდა შეედარონ სხვა სახელმწიფოებს, მათ ძალიან კარგად უნდა გაიგონ, რომ მოსახლეობას უნდა მშვიდი განვითარება, ეკონომიკური წონასწორობის და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შენარჩუნება, შესაბამისად მოსახლეობასთან ურთიერთობის ფორმატი, ის ფორმატი, რაც მათ აქვთ არჩეული, არის აბსოლუტურად მცდარი, რომ არაფერი არ ვთქვათ იმაზე, რომ არის მოღალატეობრივი და მავნებლური, რასაც ბუნებრივია არანაირი პერსპექტივა არ აქვს.